გამარჯობა, მოგესალმებით მეგობრებო ყველას, მე ვარ პაატანოდია და ვიწყებთ ესეთ პატარა ვლოგებს. რაც შეეხება BMW Club Georgia, რომელიც ატარებს მოყვავილთა ლიგას, Pro Class, დრიფტის ჩემპიონატებს, დრაგის ჩემპიონატებს. მინდა გაგაცნოთ მათი შიდა სამზარეულო. ეხლა მივდივართ ფოთში, არის მოყვავილთა ლიგა. ყველას შეუძლია როგორც ვთქვი გამოსვლა, ვისაც მანქანა ხელს უწყობს ცოტათი მაინც და ფიქრობს რომ ვიღაცას მოუგებს. ხო, გასართო ვაიმე მაწვიმს. ხო, ძალიან ცუდ პირობებში გვიწევს გადაღება, მაგრამ მე არ დავნებდები და შემოგთავაზებთ გზადაგზა კადრებს. თორე აქ უკვე ვიბანავე და აღარ მინდა ბანაობა. უკან გადმოჯექით, ცოტა წაუძინეთ მე და გურიკა დაბადების დღეზე. ცოტა არა, კარგად მეძინა. სად ვართ ახლა დაახლოებით? სად ვარ? ხუიო რა. გუთა ის გამო. აი ავტომატი. კარგად დაახლოებით თორში უკვე ფოთში ვიქნა. მაქსიმუმ რა. და იქიდან გაგრძელება იქ. რა შევია ვაკორგოთ. გიყვარს თევზი. შეცხლობ რა. მიზის ღება. რა? მე ესეც საინტერესო რაღაცები მიყვარს რაღაც. განსაკუთრებული ინგრედიენტებით რომ ზადდება რაღაცა. ეგეთი რაღაცა სატესტო რაღაცები მევასებ. შენ გურო? არა, მე გავლილი მაგ კაკაორობა ვიცი. არა, ცოტა ძალიან გემრიალა და დაკეთებენ. პროსტა მე რაც მევასება ეგ არ არის. რა? ხამსები. ხამსა გევასებ. აუ, ძალიან გემრიალა დაკეთებენ აქ, აი, ძალიან. შიდალოცვილო, ხამსას გლდანშიჭა. როგორც ხედავთ, ფოთში ვართ უკვე და ვცვლით ჩვენი ინვენტარისგან ტრაივერს. ეს ყველაფერი გვაქვს დასახარისხებელი, რასაც კადრში ხედავთ. ძალიან ბევრი რაღაცა არის. რაც მთავარია, ძალიან მაგარი ბიჭები დაგხვდან ფოთში, თითოეულმა ძალიან დიდი საქმე გააკეთა. რაც შეეხება ტრიბუნას, აქ კიდევ წინ გვაქვს ტრიბუნის აწყობა. 2 საათში, 2 საათნახევარში მოახერხეს ამ ბიჭებმა ეს ყველაფერი. რისთვისაც კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. გამარჯობა მეგობრებო, კიდე ერთხელ მეორე დღე არის. დავბინავდით რაღაც ასტუნოში, დაიდაღლილები, ცოტა გვეზინა. ნახეთ პროსტა რა მაგარ ადგილას ვართ რა. რა ხედი არის მენ. ხო, ეხლა რა ხდება? საკაიფოდაც დავისვენეთ რა. ცოტა ამიტომა ხელი ვერ შეგვიწყო რა, თორე გვინდოდა მოუში ჩასვლა. რაღაცების გამო ხო და მოკლედ, ეხა ჩავალთ, გადავხედავთ ბიჭებს ვინ რა შვება. თუ მისახმარებელი იქნება, მივეხმარებით, დავეხმარებით, რაღაც კადრებსაც განახებთ რა. განახებთ რა გაკეთდა, გუშინ როგორ დავტოვეთ და წვრილმანებს კიდე რაღაცეებს რა უნდა გაკეთდეს და როდის მოესწრება და რაღაცები უკვე ნახავთ ყველაფერს ვიდეოში. ესე იგი, ჩამოვედით ეხლა აქ. თას ტრიბუნა არის აწყობილი. მოვიდა დაახლოებით 7 მანქანა. ჯერ ადგილობრივი არ მოსულა არავინ რა. ველოდებით, როგორც ვიცით, ჯერჯერობით ერთი წარმომადგენელი არის რა. ადგილობრივები და რამდენი დარეგისტრირდება კიდე მაგასაც გეტყვით, გაგაგებინებთ ყველაფერს. ცოტა დამღლელი დღის მერე 10 საათია. გადავდივართ ეხლა მოპირდაპირე ხდება რა. მოკლედ მაგარი სამუშაოს მერე ყველაზე მაგარი განტვირთვა არის ესეთი სიტუაცია რა. აი ყველა რო დაღლილია და ძილის პირველი რო აქვს და თან უსწორდებათ. დალევა, წყნარად ყოფნა, რა წვადი შეწვა. ამაზე მაგარ ნიტარებას ვერსად ვერ ნახავთ. აქ ტუღუში და გურამა თამაშობენ და ეხლა გურამამ წააგო ტუღუშთან ნარდში აუზში ჩახტობა. აკეცრა. აუ მაგრაცივა. დავაი, რას გვეტყვი დღევანდელ დღეზე? დღევანდელი დღე ძალიან კარგია ეს ამოჭ. ხვალინდელი დღე იქნება უკეთესი. ზეგ ფინალი იქნება ძალიან მაგარი.
მესამე დღე არის უკვე რაც აქ ვართ. თითები აღარ მივარ. ხო და მოკლედ რა ხდება ეხა არის ყველაზე ხაოსი რა აქ რა. იკეტება გზები, უნდა დაიწყოს ეხა კვალიფიკაცია. უკვე ტრიბუნა აწყობილი არის, დამთავრებული არის, ანახები რომ საკაიფოდ მუშაობენ ბიჭები საღორ. აი ხა მიდის დეტალებზე რა რაღაცეებში რა. შემოგვიერთა კიდე რამდენი მანქანაა სულ? 15-მდე უნდა იყოს რა თუ არ ვცდები. ხო. იკეტება ეს მხარე და ტრაექტორიასაც განახებთ რა. წავედი ხა მე ბევრი საქმე მაქვს, ხო აღარ მოვცდე. გავედით ახლა ჩვენ ვიწყება, იმითი მესამე დღე არის უკვე. გუშინ მაგარი დაბრედილები ვიყავით რა, კაროჩე და ვერ გადავიღებ ვერაფერი. აი იმენა მკვდარი ავედი სახში დავეგდეთ დავიძინეთ სასტოვა. დაიხაზა ტრაექტორია, ესენი დალაგდა, ყველაფერი მოხდილი არის და დალში ახლა უკვე ლამაზ კადრებს შემოგთავაზებთ რა ნელ-ნელა. ოპა! ჩამოვედით თბილისში. მე და ჩემი პატარა კაცი მოგესალმებით თბილისიდან. მოკლედ, ფოთში ვეღარ შევძელი რომ დამემთავრებინა ვიდეო. აი, ამას არ მოვჭრი, ამას არ მოვჭრი. იყოს ესე. ხო, ფოთში ვეღარ შევძელი რომ დამემთავრებინა ვიდეო. ნუ რაღაც პრობლემები არ გქონია, ეხლა ცოტა გავერთეთ ბიჭები და გვეკუთრონ და კიდეც რა. იქიდან გამომდინარე რომ მე ვარ დამწყები იუთუბერი, გამოხმაურება თუ იქნება ამ ჩემ ვლოგზე, უფრო და უფრო შიდა სამზარეულოს განახებთ ყველას რა. ხო, საღასრსაც გავითვალისწინებ, რამე თუ არის შესაძლებელი შევცვლი და ყველაფერი იქნება მაგრად. არა, ხო? არა? კიდე გავაგრძელო რამე? მორჩა? კარგად.